გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას მოემოქმედებს. ვიდეო, როგორც მოხდით, სასიყვარულო თემაზე. თუ გყავთ ადამიანი, რომლის მიმართაც თქვენ გაქვთ ემოცია, გრძნობა და არ ხართ დარწმუნებული მის გრძნობებში, მის ემოციებში, შეგიძლიათ ეს ადამიანი წარმოედგინოთ ვიზუალურად, თქვათ მისი სახელი გულში, იმეოროთ და დავიწყოთ. ნახოთ თქვენი ადამიანის სიგნიფიკატორი კარტი. ვინ არის ის? რათა ამოიცნოთ ეს კონკრეტული გაშლა, გეხებათ თუ არა თქვენ და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს. ვინ არის ის თქვენი ადამიანი? და ვინ ხართ თქვენ? თქვენი ადამიანი არის განწყობილი პოზიტიურად თქვენს მიმართ, მას გრძნობა გაუღვივდა, შეიძლება ითქვას, უფრო მეტად, ვიდრე ჰქონდა აქამდე. მას სურს ამის შესახებ გითხრათ, თუმცა რატომღაც ფიქრობს, რომ არ არის ახლა ამის დრო და სჯობს მოგვიანებით გაგაგებინოთ და ირგებს რაღაც ნიღაბს, თითქოს რო თქვენ არ შენიშნოთ, არ შეამჩნიოთ, როგორი ნაზი გრძნობა აღეძრა მას თქვენს მიმართ. შეხედეთ, როგორი ულამაზესი არკანია, ეს არის თასების რაინდი, ჩემი საყვარელი მასტია, ასე ვთქვათ, თასები, რაინდი, თასების მეფე და ზოგადად თასები არის ჩემთვის უსაყვარლესი არკანები. და ეს გამოხატავს იმას, რომ ეს ადამიანი არის მომხიბლავი, ქარიზმატული, ემოციური და მოდის ძალიან ისეთი ახალგაზრდული ენერგია, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, მას აქვს ახალგაზრდული ენერგია და სილამაზე და ქარიზმა. ასეთი არის თქვენი ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. თუ ემთხვევა ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა, ვინ ხართ თქვენ? თქვენც მსგავს ენერგიებში ხართ, რაღაც საერთო გაქვთ ენერგეტიკულად თქვენ, თუმცა თქვენ უარს ამბობთ გრძნობაზე, არათუ აღიარებაზე, ზოგადად გრძნობებზე. რატომღაც უარს ამბობთ, მიდიხართ თქვენ გრძნობისგან, თუმცა არიცით სად მიდიხართ, ასე ვთქვათ, გრძნობისგან მიდიხართ უღრან-ტყეში, რაღაცა ესეთი მეტაფორულად რო ვთქვათ, ესეთი მდგომარეობა ამ მომენტში თქვენთვის, თქვენ არ გსურთ ემოციებს გრძნობდეთ, თქვენ არ გსურთ, რომ თქვენს გულში იყოს სიყვარული ვინმე კონკრეტული ადამიანის მიმართ და დამოკიდებული იყოთ ვინმეზე ემოციურად, ეს არ გსურთ. თუ ამოიცანით თქვენი თავი, განაგრძეთ ნახვა ძვირფასებო. რა ხდება თქვენ ორს შორის, მათთვის, ვინც დარჩით და ვინც ამოიცანეთ საკუთარი თავი. ესე იგი, ეს არის თქვენი ურთიერთობა, თქვენი პარტნიორი თქვენთვის არის კარმეული. რას ნიშნავს ეს? ეს გამოჩნდა თქვენ ცხოვრებაში იმისათვის, რათა თქვენ განთავისუფლდეთ მიჯაჭვულობისგან და რადგან სიგნიფიკატორში ამოგივიdat, რომ თქვენ უარს ამბობთ გრძნობებზე, ემოციებზე, რაღაც მიჯაჭვულობაზე, თქვენ უარს ამბობთ, ზუსტად სწორად იქცევით ძვირფასებო, ამისთვის მოგეცათ ამ ადამიანთან ურთიერთობა, რომ თქვენ ეს შეძლოთ. თქვენ მოიხსნათ, ასე ვთქვათ, მსხვერპლის როლი. ამისთვის მოვიდა ეს ადამიანი, ამისთვის მოგევლინათ, ასე ვთქვათ, უმაღლესმა ძალებმა. თქვენ შორის არის ეს. თქვენ, ესე იგი, უნდა უფრო ფემინური ენერგია გამოაღვიძოთ ქალბატონებმა, ვინც მდედრობით ისქეს ემატებინებთ თვალყურს თქვენში, უფრო თქვენ სილამაზეს, თქვენს
სულიერ მხარეს ასევე მიაქციოთ ყურადღება და დაუთმოთ დიდი დრო და არა პარტნიორს. პარტნიორი რაც უფრო მეტად თქვენ განვითარდებით, იქნება ეს თქვენი პროფესიული საქმიანობა, თქვენი რაღაც ჰობი და ასე შემდეგ, პარტნიორი უფრო და უფრო გააქტიურდება, უფრო და უფრო, ასე ვთქვათ, მოგიხსნით თქვენ იმ ქმედებებს, რასაც აქამდე აკეთებდით თქვენ პარტნიორის მიმართ. ანუ აქ იგულისხმება რაღაც ისეთი ქმედებები, რაც თქვენ გხლიდათ ძალიან რესურსს, გაცლიდათ ადამიანურ რესურსს და თავს გრძნობდით გამოფიტულად და თითქოს გამოყენებულად. აი ეს ყველაფერი რო წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან და მოვიდეს სწორი მოქმედებები პარტნიორის მხრიდან, ამისთვის მოგეცათ ეს ადამიანი და ეს ხდება თქვენს შორის. ეხლა კითხვა სულ სხვა იყო და კარტებმა სულად სხვა რამე აჩვენეს. თუმცა არ შემეძლო რომ არ მეთქვაც ვეფასებო. თუ რამე გაიგეთ, რაც თქვი და ასე ვთქვათ ამოიცანით თქვენი სიტუაცია, განაგრძეთ ნახვა. რას ვფიქრობთ თქვენზე თქვენი ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ? რას ვფიქრობს, გელოდებათ? ის ამბობს, რომ თქვენ ხართ მისი საკუთრება, ეს ასე არის თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მისი აზრით თქვენ მას ეკუთვნით. ბრაზობს ის რაღაც უკმაყოფილოა, სიშორით, იმიტომ რომ თქვენ შორს ხართ მისგან. ეს სიშორე შეიძლება იყოს დისტანცია მანძილში, შესაძლებელია იყოს მენტალური სიშორე, ანუ რაღაც იგნორი ან დაბლოკილი გყავთ, ან არ ეკონტაქტებით იმ დოზით, როგორც ეს მას სურს და მან არ იცის თქვენს შესახებ ინფორმაცია იმ დოზით, რაც მას აინტერესებს. კარგით, რას გრძნობს ნახოთ თქვენს მიმართ? უმაღლესი არკანები ამოდეს, როგორ ეჭვიანობს. ესე იგი, თქვენ ხართ შანსი მისთვის სამყაროს განმეცემული, თქვენ ხართ მთელი მისი სამყარო, ასე ვთქვათ. თქვენ ხართ მისი სიხარული და ბედნიერება. ესე იგი, ის რასაც აკეთებს ხოლმე თავშად მუშაობს თუ რავი რაც აქვს მას საქმე, რუტინული, მუდმივად ფიქრებში და აზრებში ყავხართ მას თქვენ, მუდმივად. ის გრძნობს, რომ თქვენ ხართ მისი კარმეული პარტნიორი, ანუ უბრალოდ ისე არ ხართ მის ცხოვრებაში, ამას გრძნობს, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ძნელად გამზნაბიჯებს და რთულად მას არ სურს, ასე ვთქვათ, მოქმედოს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მას ენერგიას აძლევთ, თქვენ მას აბედნიერებთ, მიუხედავად ამისა, ის ცდილობს, რომ დააბალანსოს საკუთარი ფიქრები, ემოციები და იყოს რაც შეიძლება გულგრილი თქვენს მიმართ, რატომღაც ამას ცდილობს, მაგრამ ძალიან ცუდად გამოსდის ეს, რაც უფრო მეტად ცდილობს, მით უფრო მეტად ვერ ითმენს თქვენს უნახაობას და უშუალოდ რომ არ გნახოთ, რაღაც არ დაგეკონტაქტოთ, ამას მით უფრო ვერ ითმენს და ძალიან უჭირს ადამიანს ამ კუთხით. თუმცა ის ამბობს, უფრო სწორედ, კარტიდან რამდენადაც შეიძლება ადამიანმა ისაუბროს, ესე იგი ის ამბობს, რომ თქვენ ხართ ძალიან ჯიუტი და ძალიან ესეთი ხასიათიანი ადამიანი და ის ითხოვს შანსს თქვენგან. გრძნობებში აქვს ეს, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი ადამიანი, თქვენ ხართ მისი, აი თითქმის ისე როგორც ოჯახის წევრი. თქვენ არ გამოგარჩევთ ის ოჯახის წევრებისგან. მიუხედავად იმისა, იცნობთ თუ არა მის ოჯახის წევრებს, ის მაინც თქვენ ასე აღგიქვამთ თავის ოჯახად. კარგით, რას იმოქმედებს ნახოთ თუ მოვასწარე? ჯერჯერობით არაფერს. ჯერჯერობით არ გეგმავს მოქმედებებში, ძალიან მოიკოჭლებს ვეფასებო. თუმცა დიდხანს არ გაგრძელდება მისი ეს ფიქრები, იმოქმედებს აუცილებლად, გადმოდგამს ნაბიჯებს და ეს იქნება შეხვედრა. თქვენი შეხვედრა, სადაც გაატარებთ შესანიშნავ დროს, გისურვებთ წარმატებებს.
დამეკავშირდით.